ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითადად იარაღის განხილვა ზურაბ ყვანჭახაძე. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გამარჯობა, მეგობრებო, ახლა კარგო. გამარჯობათ. მოგესალმებით. სტუმრად ვიმყოფებით ჩვენ ძმასთან, მეგობართან, მაგარ ქართველთან და ყოფილი კოლეგები ვართ და სამხედროები ვიყავით. მე მგონია ბატონო გოჩა რომ სამხედროობა არ ამთავრდება ჯარიდან წამოსვლით. თუ სულში ხარ ჯარისკაცი, იქნები სამუდამოდ მართლა ეგრე არის რა ჯარისკაცი. სულ აი იქავარ რა ნოსტალგია რა თქმა უნდა და ფორმა მიყვარს რაღაც სიგიჟემდე. მეც ეგრე ვარ. ფორმა მაქვს შენახული ერთი აი როგორ შენახარ ახლა გაწყობილი. რამდენი ხანი ჯარიდან წამოხდი? აუ დიდი ხანია 30 წელი. ბევრ მარტიცის რომ სამხედრო ხარ. გონიათ რომ ჩემზე არ ეგონათ რომ ეს ერთად ხანჯლების გაკეთება რაღაც ეგეც რაღაცას ხელს მოუკიდებდი არა და მანამდე მაგას ვაკეთებდი. მე წამოვედი. ასე რომ ბატონი გოჩაც სამხედროა, ჩვენი კოლეგა, ჩვენი ძმა რა ვიცი, ყველა ქართველი სამხედროა. მე უნდა იყოს ყველა შემთხვევაში. თუ ჯარისკაცი არ არის, შეიძლება მხატვარი იყოს, შეიძლება პოეტი იყოს, მაგრამ ისიც ხო იბრძვის არა საქართველოსთვის. სიტყვით იქნება თუ შეიძლება მაგარი მზარეული იყო, ან რა ვიცი რა, ნებისმიერი პროფესიის თუ მაგარია, არა და შენ ძალიან მაგარი ხარ, შენ რომ გელაპარაკები. ხანჯალი რა იქნა, კაცო რა უყავით? რომელი? უი, სუდა მavitsხდა. მაგიტაზე და მაგას ვეზებდი. ბატონებო და ქალბატონებო, რა მინდოდა მე თქვა და მეჩვენებინა რა. წინა წელს გადავიღეთ, ბატონ გოჩას ქონდა გაკეთებული ხანჯალი, ძალიან მაგარი. ყველა მოვიხილეთ, მეც მოვიხილე. ძალიან ბევრი ხანჯალი მაგ ნანახი და ხალხი იყო რომ ჩემზე მეტი ქონდა ნანახი, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო წლოვანები ჩემზე მეტნი იყვნენ და გამოფენა იყო, Knife Show 2024 და ეს რომ მორჩა Knife Show მე ჩავიწერეთ ერთი პატარა სპონტანურად ვიდეო, რომელიც დავდეთ. ხო და მე ამ ვიდეო გამოჭარას ვნებათა ღელვა. ძალიან ბევრი გავუზა, ბევრს მოუნდა ყიდვა. ფას მეკითხებოდნენ, მაგრამ ის ხანჯალი მგონი იმ დღესო გაიყიდა რა. ხო და ის ხანჯალზე ახალი ხანჯალი გააკეთა. ხო და მოდი ის ხანჯალი გვაჩვენე. კარგით. ხანჯალი არის აი ესეთი რაღაც, აი შეხედეთ. აი ეგეთი რაღაც წელზე გასაკეთებელი ხანჯალია. აბა მოდი ამ ხანჯალზე გვიწერეთ ახლა. ეს არის სატევარი ლაღი, ესე დავარქვი. შემოკლebulად ჩემი გვარი ლაღიძე. ესეთი სატევარი მოვიდა ჩემთან სახელოსნოს სარესტავრაციოდ დაახლოებით 10 წლის წინ. იყო ქართული, იმიტომ რომ ორნამენტებზე ეტყობოდა რომ ქართული იყო და ეს იკეთება შემდეგ ესე. ისე მაგრამ მომეწონა რომ მომინდა გაკეთება მსგავს დიზაინის შევცვალე არ იყო კარგი ხარისხი სხვადასხვის დიდი პატივისცემით იმის გამკეთებლის მიმართ რომ ამოიღებდი გაღონული შეებოდა მაგრამ ფოლადობა ქონდა მაგრამ ისეთი აი სუპერ უკან არ ბრუნდებოდა რა ეს ფოლადი. ძველი იყო? ძველი. შეიძლება ისეთ მდგომარეობაში იყო ძალიან დიდხანს ჩადებული. არა, ესეც ქონდა, ეს რო დავამზადე, ეს სატევარი არის 2025 წელს. ამ წელს არის დამზადებული. თავიდან ბოლომდე არის ჩემი ორი ხელით გაკეთებული. და ორი დღე, როდესაც სპეციალური ის მაქვს ფოლადის წრე, საცერი რა, ეს ხანჯალი არის საცერში ჩადო და მეფეს მიართვა ამ ბაგრატიონებს ან ვის დამზადა? არა. სხვა რაღაცა მინდოდა ახლა გადავედი ცოტა. ორი დღე მედო ჩადებული და ორი დღის მერე ამოვიღე და იყო სწორი. ეხლა ერთი კვირა და ერთი თვე არ მქონდა ჩადებული. ტესტი იყო რა, ორი დღის მანძილზე რო დატოვო ესე და ამოიღო
ჩვეულებრივად გასწორებული. წინასწარ ფორმას უბრუნდება. გაღუნული არ არის. ეს არის ნიდერლანდებში დამზადებული, ჰოლანდიაში, მე ჰოლანდიაში ცხოვრობ. და ერთ-ერთი აქ დიდი სირთულე იყო ოქროს წერტილის დაჭერა, ფოლადის წრთობის შემდეგ კეთდება მოშვება და მოშვება უნდა იყოს ისეთი, რომ არც უნდა გადაწდეს და არც უნდა გაღუნული დარჩეს და არც უნდა გაწყდეს. და ამაზე ექსპერიმენტები ჩავატარეთ საწრთობ საამქროში. წონა რამდენია? არა მიწონია, მაგრამ აი ქარივით არის დამიჯერდა. აი ისეთი მსუბუქია, წკეპლასავით არის რა. ამ ხელა სატევარზე ვერ იტყვით, რომ შეიძლება ესეთი წონა გქონდეს თვითონ. ღარები აქვს, ესე იგი, ეს ღარების გაკეთება ძალიან დიდი შრომატევადი არის. აქ ჩემი დამღა აქვს. შემდეგ არის სტარი კამეჩის ხის და ტყავის შიდნადებებია, რადგან ქარქაშიც ტარიც იღუნება, ესე იგი, ტარის დრეკადი არის. ო, ჩას აღიარეს, რა ქვია. აუ, სუმეშინია რომ შეიძლება გატყეს და არა. მეც, მაგრამ არა ხდება ხო. გერმანული ფოლადია, ეს წინა იყო 65G რუსული, ეს გერმანულია. გერმანული სპეციალურად არა მიგაკეთე. არა, რესორის მასალას 75C ესე ქვია, ფოლადია რა. ანუ ჩვეულებრივ მოყვდამა შეიძლება. ლისტავოი ფოლადი, რომელიც გამოჭედილი არ მაქვს ეს, უბრალოდ ღარების ამოღება და წრთობა. ღარები ხელით არის ამოღებული? ხელით. კი, ნაწილობრივ მანქანით, ნაწილობრივ. ანუ აი რა მაინტერესებს. ჯერ გაკეთა ხანჯალი, გამოიწტო, ღარები გაუკეთე და მერე გამოიწტო. ჯერ ღარები ამოვიღე ლესვის გარეშე. აი ეს დაქანებები არ ქონდა. შემდეგ წავიდა საწრთობში. ტესტი წავიდა ჯერ არა ღარება ამოღებული, არამედ სწორი მასალები, რომ იქ ეს არ გაგვეფუჭებინა. ჯერ ტესტი გავაკეთეთ უბრალოდ მასალებზე. პირველიც და გაღუნული დარჩა, მეორეც და გაღუნული დარჩა, მესამეც და გაღუნული დარჩა და მეოთხეც და უკვე ნელ-ნელა წევდით სიმაგრეს და დავიჭირეთ რა. ამას ახლა იმიტომ ყვები რომ გითხრათ რომ ამის გაკეთება რთულია. არა, ხო, გასაგე, იმიტომ ახლა აი რა მაინტერესებს. ახლა ვიღაცა რომ ჭედილმა გადაწყვიტოს არ ლაბორატორიული იმაში მაგის გამოჭედვა საქართველოში არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალიან ის უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ქურაში რო აწრთო, აქ სხვანაირად წიწდება, იქ სხვანაირად წიწდება, იქ სადაც რომ გაღუნო შეიძლება კუთხეები გაიკეთოს. მე ამის წინა მორბედი პირველი მოდელი საქართველოში გავაკეთებინე არის ეს ჭედელი ლევან ბუკია, რომელსაც მივეცი დაკვეთა, ჩემი ესკიზით გააკეთა და ძალიან კარგი იყო. კი, ვნახე ეს ხანჯალი. აი, მაშინ ვნახე ეს ხანჯალი, გადაგებული. გააკეთა ეს ხანჯალი, გაიყიდა, კარგ ოჯახში მოხვდა, კარგ კოლექციონერთან არის და ის რო გაიყიდა, დამაკლდა რა და ეს გავაკეთე მის მერე, ეხლა ამ წლის არის, ოღონდ იმისგან განსხვავებით, ეხლა ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის სხვამ გამოჭედა და რაღაცა. აი ჩემი ორი ხელით არის ეს გაკეთებული. ანუ ეს ყოველგვარი ოქროების გარეშე, შემკობების გარეშე. კი. ანუ აი ეს რა არის? ეს უბრალოდ რაღაცა ვარანენიას ოჯახიან ეგ არის. ეს არის ცეცხლით ვარანენია, მოელვარება ქვია ქართულად. იშლება, აი კვინტები ის არის სპეციალური. კანჭიგებზე. ანუ შეგიძლიათ არ დაშავ. რა თქმა უნდა, ეს მოხსნა. შიგნით ტყავია, გარედან კამეჩისკა. ეს არის საკმაოდ, ეს არის ქარქაში არის ნაჭედი. ასევე ნაცნობი ფოლადის ნაჭედია, ორი ნაწილისგან, შემდეგ გადადუღებული და შემდეგ შემოკრულია. ეს გამოჭედილია და გამოჭედილია, რა თქმა უნდა, ეს ქარქაში არის. ხო, ქარქაშას ემბოლადის დაადგება, ეხლა ეს ხანჯალი ხო გახსნას არის. მოკლედ აი ეს პროექტი არის 2025 წლის. ეხლა ეს ერთი ცალია? ერთი ცალია, დიახ. ერთია ხო ამის გაკეთებას კიდვა თუ შეიძლება ამის ან იმისი რა ქვია რომ შეგვიკეთო ვიღაცა რა თქმა უნდა თუმცა ხა თუ სერიოზული მოტივირებული დამკვეთი არის და გადამხდელია რა თქმა უნდა შეიძლება დაკვეთის აღება ასე რომ მე აღარ შემეკითხოთ აგერ გოჩალაღიძე თუ მე მარიცით ნახეთ და გუგლეთ უბრალოდ და ნახეთ ვისთან აქვს საქმე თქვენ ვისაგეკრებათ
ძალიან მაგარი. აი ეს არის თვითონ ნივთიც ლამაზია. აი თლიანობაში. ნივთი არის რომ რავი, როიდოს და გარკვეული არ იყო ჩახედული ვერ წარმოიდგენ ეს ხანჯალია. მით უმეტეს ამ ხელას სატევარი. რაღაცა ძალიან ბატონო დავით, აბა ტანზე თუ ჩამოგეტივა. კი ბატონო. შენში ჩავარდი მთლიანად, ხო? სასწაული ეს ტყავისუფლაა, ხო, ნატურალური ტყავი. კი, ეს არის. უნაგირის ტყავს ეძახიან. ჩემი შეღებილია, მაგას სპეციალურად ვამუშავებ. აბა ერთი გამო. აი ამას შეხედეთ, ხანჯალი ჩნდება რა, არა, შორიდან გადაიღე. და იცი რა მინდა გადაიღო, აი ესე. უბრალოდ ნახეთ რამ სისხია, რა ძალიან თხელია რა. როგორ გითხრათ, როგორც ფურცელი ეგეთი რაღაცაა და ხელში რო გიჭირდა სულ სტილ აი სულ იმის განცდა გაქვს რომ რაღაცას ჩამოვარტყა, ღმერთმა დაიფაროს, რაღაცაში იხმარო. ანუ რა მაინტერესებს? თუ არის რომ ვინმე კიდე აკეთებს, მე მარტო თქვენი გაკეთებული მაგ ნანახი. მე არ მინახავს, საქართველოში არ მინახავს. თუმცა ინტერნეტში რო მოძებნო, აი ინგლისურად რო აკრიფო ქამარი ხან ხმალი რაღაც ჩინეთში და სადღაც აკეთებენ. ჩინელები მაგრებია, იაპონელები. მაგრამ ის არის ფოლადის ქარქაშები მათ არა აქვს. ეს არის უბრალოდ კავკასიური არსებული მოდელი, რომელიც ჰქონდათ აი როგორც ამბობენ, დიდგორის ომი რო იყო 200 შეწერული რო შევიდა, ზემოთ შიშვლები, აი ესეთი ხმლები ჰქონდათ წელზე შემორტყმული და შეუშვეს რა. ნახე 400.000 ნოხარ 200 მაკაცმა რა. ხო, შეუშვეს, მიუშვეს ეგ რა ხდებაო და უცბად გააძრეს ეს იარაღები და მოხდა იქ. არა, როცა სულ ყველა ცივი იარაღით აგაკდა, ხარც ყველანი. და როცა ადამიანი ანზემოთ შიშველია და ვერ წარმოიდგენ რომ ესეთი რამე ზედა აქვს, ნუ ახლა ამას ვერ დამალო, ახლა რა ვიცი, ხანჯალი უნდა დამალო, ხო? გინდა სამხელა, აი რა პატარა. ეს არის ჩვეულებრივი მყარი ხანჯალი, ძალიან მაგარი ხანჯალია, მაგრამ ვერსად ვერ დამალავთ რა. თუმცა ესეც კაი ვერაგე, მინდა რომ ვაჩვენო რა ეს რა არის. ესეც ბატონი კუჩას გაკეთებული ხანჯალია. ჯერ ნახეთ რა ნამუშევარია თვითონ. აი ეს მოოქროვება რაც არის. და აქ საიდუმლო ღილაკი აქვს და ორი წინა აი და გახდა ორი ცალი ხანჯალი. ბატონო, გინახი ეგეთი რაღაცა. ამ დროს გაქვს ორი ცალი ხანჯალი. ეს მიგნება თქვენია თუ? ესეც ქართულია, თბილისური. არსებობს ესეთი ხანჯლები, რომელსაც ვეძახით ჩვენ თბილისურ გასახსნელ ხანჯალს და თბილისში იყო სახელოსნო, რომელიც ამზადებდა. არის 5 თუ 6 თუ 7 შემორჩენილი კატალოგებშიც არის. და სულ ყველა არის აბსოლუტურად ერთი სახელოსნოს მიერ გაკეთებული სტილზე ეტყობა. ანუ ერთი ოსტატი იყო, ერთი ოსტატი იყო, ბულატია სულ ყველა. და ამის მთელი ღირსება ის არის, რომ ესეთ ხანჯლებს ჩვენი წინაპრები ჩოხებზე ატარებდნენ. ეხლა ჩოხებზე ატარებდნენ და იყო ფარიკაობის სკოლა, ხანჯლაობა ესეთი და მიზანი ის იყო, რომ უცბად ორი იარაღი ჰქონდა ერთს მაგივრად. ახლა ორ ხანჯალს ხო არ დაიგიდებდი? არა, ხო და მე დამაბნეველიც არის, ერთი უცბად გახსნიდი და ორი. ეს საცგერებელია, ხო? ესე დარტყმა. მაგრამ ამისი ყველაზე მაგარი ისე იგავე რომ უცებ ორი ცალი ხანჯალი რა მოიხიბლე? ჩამოწი, დაბლა ჩამოწი, ერთი აი ეგრე. და გახდა ორი. კინო არის დიდი მწვალებელი. ჩავარდა პეტრე თორეში და ამოვიდა ორი პეტრე. აი ესეც საოცარ რაღაცებთან აქვს საქმე. ზოგი როიძახის ქართველები გადავშენით, არაფერს არ გადავშენით, პირიქით. ვინც გადასაშენებელი იყო შეიძლება გადაშენდა, მაგრამ აი სანამ ბატონი გოჩასდერი ხალხი არის, ესეთი ოსტატები. და კიდე რა მინდოდა მეკითხა. ჰოლანდიაში რომ მოღვაწეობთ, იქ რას აკეთებთ? რამით ახარ დაყვებული თუ მარტო აი ამითი ხანჯლები და რა? იქ ძირითადად ჩემი სახელოსნო მაგ და ძირითადი ჩემი შემოსავლის წყარო, ესე პირდაპირ ამ კახურად არის ანტიკვარული იარაღების რესტავრაცია, ძველი ნივთების. ძველი აბჯრების, ხმლების, ძვირფასი რა ვიცი, ნივთების, ლითონის რესტავრაცია. კოლექციონერებს მოხდა. კოლექციონერები, დილერები, მუზეუმები და ეს არის ძირითადად შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ ახალის ანტიკვარიატი.
და ეს რომელსაც ახლა ხედავთ, ეს არის ჩემი შექმნილები, ზოგჯერ ვიღებ დაკვეთებს, ადრე უფრო მეტი იყო მუზეუმების დაკვეთები მქონდა, ასლებს ვაკეთებდი. ზოგჯერ ვიღებ დაკვეთებს, რომ ადამიანს უნდა ჩოხისთვის, ხანჯალი ხმალი, მაგრამ ეს ბევრი არ არის ეს დაკვეთები, იშვიათია, ამიტომ ეს რესტავრაცია ისე რომ თქვა, რომ ადვილად რემონტი რა, ძველი ნივთების, ეს არის მუდმივი შემოსავლის წყარო. მაგარი საპასუხისმგებლო ახლა მე მაგალითად მე-14 საუკუნის ხმალო მომიტანოს ვიღაცა, ხო? შიშით ხელს ვერ მოვკიდე, რომ მითხას რომ რაღაცა გამიგე. ზურა, ეგ იცი რა არის. საშიშია, მე კარგი სახელი მაქვს და არ ვაფუჭებ არაფერს. იცი რა არის მანდ რესტავრატორი ყველამ შეიძლება თქვას მე რესტავრატორი ვარ და რაღაც რესტავრატორია საქართველოს უნივერსიტეტში სამხატვრო აკადემიაში ისწავლება ჰოლანდიაში უნივერსიტეტში ანუ სპეციალობა მაგრამ იარაღის რესტავრაცია არის იმდენად კომპლექსური იქ ხეთ შედის არის ლითონის რესტავრაცია იმის მაგრამ იარაღის რესტავრატორი არის ნივთი არ უნდა გაფუჭო არ უნდა დააზიანო იმას უნდა მისცე ისეთი სახე, არ უნდა გაალამაზო, ვიდრე ის თავს ადრე იყო და ამ საქმეში ვარ სახელი მაქვს რა და სახელი კი რა ხელი გაქვს მაგარი. ხო და მოდიან ჰოლანდიაში ვცხოვრობ, მაგრამ 90% დამკვეთები ყავს არა ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან, ნორვეგიიდან, ერევნიდან მიგზავნიან, ეგ ანეკდოტია. სერიოზულად გეუბნები. რა გამოგიგზავნეს ერთი მითხარი? აუ, ბევრი. შაუმის გასაკეთებელი აპარატი ხო არის? არა, ხანჯალები, ხმლები კავკასიური. არის ერთი კოლექციონერია იქ და თუ არის რამე სომხური, რამე აი არისო ისინი სომხური, უბრალოდ კავკასიური და შუშა ერთი მაგარი ხმალი იყო ერთი ну ის კაცი მეუნებოდა რომ შენს გარდაო არავის ვერ ვანდობ მაგასო ну ფანატიკოსი კოლექციონერი არის და ეგ მაქვს რაღაც იმათ რომ ერევნიდან ვიღებ დაკვეთებს მაგრამ ჰოლანდიაში ქართველი ქართველმა ჰოლანდიაში ერევნიდან მიიღეს ზაგა ბატონო მაგრამ ის ძირითადად მაინც ბელგიიდან მაქვს დაკვეთები ჰოლანდიიდან ნორვეგიიდან ინგლისიდან საფრანგეთიდან ეს ანტიკვარები ჩამოდიან, ზოგი ჩამოაგზუხს მიგზავნიან. ეხლა მაგალითად ხმლის რესტავრაცია გავაკეთე. ეს იყო მაჰარაჯას ხმალი, ზურმუხტები, ბრილიანტები და ძვირფასი თვლები და ის ხმალი არის აუქციონზე გაიყიდა 700,000 ევროთ. ორიგინალი კი უბრალოდ ქარხაში ქონდა არასწორად რესტავრირებული, ის ახლიდან გავაკეთე. ბევრი ფული კი არ ამიღია იმ რესტავრაციაში, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ თვითონ აი მინდა აღვნიშნო ძვირფასი ნივთები მოდის რა. ზოგჯერ არც ძვირფასი, ზოგჯერ საგვარეულო, საინტერესო პროფესია, ყოველთვის სხვადასხვანაირი და რაღაც. ანუ ანტიკვარიატის გინდა არ გინდა უნდა ერყოდი ალბათ რა, რომ ადამიანმა რომ არა, იცი როგორ არის, მაგას არ ვიმახსოვრებ. აი კლიენტი რომ მოდის, იმას უკვე დაღეჭილი აქვს რა როგორი უნდა იყოს და მეც რა თქმა უნდა მაქვს ახლა ინფორმაციები, მაგრამ ძირითადად ურთიერთობაში აი იმას რო აქვს ეს ნივთი კოლექციონერია, იმან იცის რა უნდა იმას. თუ ყოფილა ეგეთ შემთხვევა მოგიტანა ხანჯალი, აზზე არ არის რა და გეუბნეო მომინიკელიან რაღაც. ანუ პირდაპირ გეუბნეო რომ დამიზიანე, ნუ ჩემია რა. არა, უარს ვეუბნები. ეგრევე უარს ვეუბნები. მოხდა რა ეგეთი რამე. რა თქმა უნდა მოხდა რა, არა, არც ბევრი არა, მაგრამ შიგადაში გარი ხო ეგეთი სიტუაცია. არა, იქ არ მომდის ეგეთი რაღაცა, არიციან იქ. იცი რამდენად ინფორმირებულები არიან, იშვიათად, მაგრამ ეგრევე ვიცილებ ხოლმე ეგეთებს რა. არის რესტავრატორს აქვს ეთნიშე კოდე, ისა კოდია რა რაღაცა, რომელიც არ უნდა დაარღვიო. კოდექსი კი ბატონო. აი კოდექსი. ხო, ანუ რესტავრატორის კოდექსი რაც უნდა დაარღვიო. არ შეიძლება რომ რაღაც ისე. არ შეიძლება რაღაც ლავირება გააკეთო, მაგრამ ხა არ უნდა გააფუჭო რა. ზოგჯერ ყოფილა რომ მეუბნება ესე უნდა გააკეთო. ვეუბნები რომ არ შეიძლება ეგ, არ შეიძლება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ მაგალითად გეტყვი ელემენტარულს პირველი სოფლიო ომის დროის ხმლები საბრძოლო ხმლები ადამიანს უნდა რომ ეს გადავჭრა
პირები მოჭრა და იმისგან გავაკეთო შანდლები. აი, ვეუნები მეთქი ეს არის ვანდალიზმი, არ შეიძლება. ოფიცერია თან პოლკოვნიკი არის. ეს სამხედრო პოლიციის ჰოლანდიის აი შეიძლება არ უნდა ვამბობდე ახლა ამას, მაგრამ ვიციო, მაგრამ მე მინდა რომ შანდლები გავაკეთო ჩემ კარავშიო ეს ამის შანდლები ცეცხლი უნდა სანთელი უნდა ენთოს ამისო და ბოლო მართლა გავუკეთე, გადავჭერი რა ის ხმლები, რა ვქნა ახლა არ იყო ისეთი ძვირფასი ხმლები, მაგრამ განვიცადე რა, მაგრამ იმდენად დაჟინებულად თხოვდა თან მაჩვენა რაღაც ისენი რომ აი ნახეო როგორი ის კონდაო რაღაც შანდალის ანუ უნდა და ორიგინალი ხმლები და ის იყო სერიული ხმლები იყო არ იყო ისეთი რაღაც ხელნაკეთი და რაღაც არტილერისტებსაც ოფიცერებსაც კი აი ეგეთი ხო არა ნუ ეგ ხო ანტიკვარიატი არა მაგრამ ბოლომდე ვეცადე რომ არ ეგ არ გამეკეთებინა მაგრამ მიწევს ხოლმე ხანდახან ეგეთი სამწუხაროდ საქართველოში იმდენი მაქვს ნანახი დაჭრილი ხმლები დანებად გადაკეთებული ხანჯლებს აჭრიან ღორის დასაკლავი დანე გავაკეთეო კაცმა მითხრა ბიჭო მეუთხარი წადი რა დანა იყიდე რა აი მაგარ ხანჯას რო გადაჭრი აქედან ესე პირი ქონდა გადალესილი გაუბედურებული იყო ჩვენთან არის ჩოხა ერთხელ ვიყავით კიდევაც დათო ნასარიძე და ის იბრძვის ამ ხანჯლებისთვის რა და მუზეუმი აქვს რა ვინც არ იცით ჩემო მაყურებელმა კი იციან რა ხო სუ აგროვებს ეგეთ რაღაცებს და იმდენი ხანჯლებია დაზიანებული ჩემით ამახ ნანახი რა რომ რა ვიცი სოფლიო მასშტაბით როგორ არის და რანაირად არ ვიცი აი ხო უცბად ეგ არის ნამდვილი ძველი ხანჯალი ეს მაჩუკა ზაქრონონიკაშვილმა არის კახური ქართული სატევარი ხელშეუხებელი აი ესეთივე იყო რა ხელი არ მიხლია ეთყობა რა ძველია. ო, პირიც აქვს ცოტა შეჭმული. ნაომარია, ნახმალავები და ის ახლა აი დაკეჭნილია. არც ისეთი ძველია, ნუ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი. მაგრამ ძალიან მომწონს ეს ხანჯალი, უბრალოდ ხელს არ ვკიდებ რა, ესევე ვტოვებ რა, რა უნდა უკნა აბა. არა, რა ვერც ვერაფერი. აბა ხეშ დამაჭენეთი. ო. ნაომარია. აი, დამღაცა აქვს, ნახე. ქართულია. ეს ქართულია თბილისურია თუ კახო? არ ვიცი, ეგრეგმათ, მაგრამ ესენი რამხელები აქვს? ეს უკვე მარტო ის არ არის, რომ ის დასაჭერი რაღაც ხელიდან თუ არ გახდეს. ეს არის სანამ რუსები შემოვიდნენ მანამდელი ხანჯალი. რუსები რო შემოვიდნენ, ვინც არ იცის, სულ გონია რომ ჩვენი წინაპარი პატარა ხელი გონდა. ხანჯლები ვერ ამოიღეს, ეგ ვერ შებედეს მთელს. სამაგეროთ კანონი შემოიღესო, სამთიძე უნდა ყოფილიყო ტარი. ანუ რუსების შემდეგ შემოსვლის შემდეგ ყველა ტარი დაპატარავდა და გახდა ამხელა. ანუ განაკაცვერ მოკლავთ იმ სამი თითით, მაგრამ აი ესეთი ბარაქიანი ხელის მოსაკავი აღარ აქვს ხანჯლებს. არა, ეს უკვე ამის აი ჟანგის გაცილება ცოდო იქნება, პატინას ურავისას. თხილად. შეიძლება მაგარი ფორმა კი აქვს და კაი მაგარი ძალიან დიდი არის. მეც მაქვს ძალიან ძველი ხანჯალი მაქვს, უღონთ ის იმ დონეზე ძველია, რომ ეს ამაში ცოტა შეჭმულებია ლესვისგან. და აი ესეც სუნთლად შიგნიდან არის გამოხრული. არა შეიძლება 400 წლისა იყოს რა. მოგმართავთ რა, რავი, დებო ძმებო, ვინც ამ საქმეს უყურებთ, რომ თუ ძველი ხანჯალი გაქვთ. არ გალესოთ რა, მით უმეტეს იქ ტაჩილაზე და აი არაფერი არ გაუკეთოთ რა. აიღეთ და ფასეული თუ ფასად გინდათ, ესე უფრო ფასეულია, ვიდრე ვიღაცას მიცეთ გალესოთ. მომინიკელეო ერთმა მომიტანა ძველი ხანჯალი. მე ვთხარი, აბა ნიკელისა მივეცი და ის გამოვართვი. ნიკელის ხანჯალი უნდა და ახლა ამის მონიკელება უნდა და როგორ შეიძლება? ძალიან მაგარი ხანჯალია, დასაფასებელია, რომ ეგეთი ხანჯლები კიდე არსებობს. და ნელა კიდე აი ახალგაზრდა ზოგი არის რა, რომ ვერ ერკვევა და გადალესავს და გაუბედურებს. ეს ხანჯალია, რა ვიცი, უნიკალური ხანჯალი. ხალხო დამიჯერეთ რა, ემხელა ხანჯალი იქნება სადაცეთი 9 კილოვატ 300 გრამი იქნება ალბათ რა. აი ნეტასასწორი ფორმაზე. აი ესეთი რაღაცა, ესე ხარების ხარჯზე აი ესეთი რაღაცა შეუულია, ხედავთ წვე როგორ იმაჩვევა. აი სუოდნა ვარხევ იმას რა ქვია. ძალიან მაგარია რა. ოდა ეს არის აი ხანჯლის რომელი? ესა ორად რო იხსნება?
ეგ არის ძალიან ვერაგული ხანჯალი ბატონო დავით. მადლობა ბატონო დავით. შენ ამოგეწონა ორად რო იხსნება? ჩავარდა პეტრე თონეში ამოდა თან ესენი ნახე რა ახლოა ჩვენი რა ესენი. ჩავარდა პეტრე თონეში და ამოვიდა ორი პეტრე. ჩადოს ორი თონე ქონდაო პეტრეს. ქუდი ჩავარდა ამოიღო ორი, ჩააკრაპური ამოიღო ორი და მე თვითონ ჩავარდა. ეკინო მაგრამ მიყვარს. დიდი მწვანე ველი. ძალიან მაგარი კინო. აუ ის ამახსენდა კაცი ორმოში რო ჩავარდება და მეორე უშველის რა და აუ ეუნება მე შენ ორმოდან რო ამოგიყვარნეად გადაისებ ჩახტავ ჩემახლობეს დაემართა იმის აი რავი თუ გაინტერესებთ მოდიო და სოფელში კაცი ნახა რა ჩანთებით ისიც სოფელში მიდიოდა ავტობუსზე ჩამოვიდა გზა იყვეთი ნახევარი კილომეტრი გასავლელი და ჩაისვა მანქანაში წვიმა წამოვიდა და გზაში ეუბნება რა რომ აი მე რო არ შეგხოდოდი ხო დასვლდეოდა და ხო გაუხურა და რომ მივიდი სოფლის შესასვლელთან ძველი ის იყო რა ქვია სარწყავი არხის ბიტონია ჩაგდებული აქედან უკანია და სავსეა ძროხები სვავენ იქიდან ამათ რა გამიჩნე რომ გადმოვიდა თავის ჩათებიათ ამ იმას ჩადგა ჩაწვა ამოყოთავით ამაზე მაგრამ დასვლებოდი შენი დედავატი ხო აქეთში მოხდა ეგეთი ამბავი რა კაც მართლა მოხდებოდა ეგ კაც როგორ შეიძლება ეგეთი ამბავი რა საერთოდ რამე დააუყენე ხო მე მყავდა ბელგიელი ერთი კლიენტი სულ მე მახსენებდა აი მე და ისა და მე გაჩერდა რაღაც მომენტში უკვე ეგეთი რამე ხო არ გაუკეთე ამაზე მაგრამ არა მოთმინებით უსმენდი ხოლმე და იცი რა არის რა ვიცი თვითონ როგორი ხალხი ეგ აი ჰოლანდიელი ძალიან წესიერები არიან სუ იღიმებიან უპრობლემო აი 30 წელი რომ ინდივიდუალური მეწარმე ხარ მე ხო იქ დამოუკიდებელი ვარ არც მეგობარი მყოლია ეგ რო ჩავედი და არც ნათესავები არასოდეს პრობლემა არ შეგვქნია აი ურთიერთობებში ამ რესტავრაციებში რაღაც სირთულეები იყო მაგრამ ლაპარაკით რაღაც მოლაპარაკებით ურთიერთობით საღი ის არის რა საღი აზრია ლოგიკა და ყველაფერი მუშაობს და არასოდეს არ მქონია პრობლემა რომ რაღაც გავაკეთე და არ გადამიხადეს ან რაღაც იცი რა არის მე თვითონ ვარ ფრთხილი ძალიან რომ მოდის რესტავრაციის პროექტი ვეუბნები რომ აი ეს რისკები არის ამაში ეს რისკია ეს რომ შეიძლება ის მოხდეს რა თქმა უნდა როდესაც მაგალითად გეუბნებიან რომ დასადუღებელია რაღაც ბზარი ის რომ დაადუღო შეიძლება იმის ახლოს მეორე ბზარი იყოს რომელიც უხილავია ვერ ხედავ იმას რო აწითლებ და ადუღებ აცხელებ შეიძლება იქ გაიხსნას ამას წინასწარ ვეუბნები თუმცა იშვიათად მოხდარა მაგრამ რაღაც აი ძალიან თავს ვიზღვევ რა ყველა მომენტში ჯობია რომ მაქსიმალურად კი და მუშაობს მართლა მუშაობს გაუგებრობები რა კი თან ეს ყველაფერი ხდება წერილობით სიტყვიერადაც მაგრამ WhatsApp-ით, email-ით ეგეთი რამე მოგელაპარაკე და მე იცი რა აი ბიძაშვილის ქვისლიშვილი გათხოვდა და მე იქ წავედი და მე ხშირად ამახორმე რა ეგეთი რაღაცა ურთიერთობაში მე გეტყვია და დავოგეუბნება იქ რომ ქართველია და შესულ ქართველს შეცუგებ ხო კაი რა საქართველოში მოლაპარაკებული ვარ ადამიანთან ყიდულობს და რაღაც მომენტში მეუნება რომ აუ ის რაღაც მე ვთხარი ხომ მოვილაპარაკეთ და აუ აღარ მახსოვსო მართლაო ხო მაგრამ ეგ მივიღე იმიტომ რომ შენს ქართველი ხარ მეც ქართველი მე ვაკვირდები ჩემთვის აბსოლუტს რომ მეუბნება ამ აბსოლუტს ვიღებ რა და ვიღაცა რომ იცი არა იცი რა არის სანამ არ ის არის მოსული ამბავია ვერ პრობლემა ვერიდები პრობლემებს რა მართლა ვერიდები ბოლომდე და ალბათ რა ვიცი ხა ანუ მოლაპარაკების დროს ჯობია ადამიანი ჩააყენოს ყველანი საქმე რა თქმა უნდა თავი გადაიზღვიო 10000-ზე რომ მაგრამ იცი რა არის ეგეთი ჩახლართული საქმეებიც არ მაქვს ხოლმე ეხლა თავდაცვის სამინისტრო რომ აძლევდა ეგ დაკვეთებს
20 გვერდიანი კონტრაქტი იყო და ყველა გვერდზე ბეჭდები ერთხა წითელი ბეჭდები პრიორიტეტ მინისტერი ვან დეფენსი ამას უნდა მიეღწეო სამეფო მუზეუმი იყო სამინისტროს მუზეუმი ის თავად სამინისტროს დაქვემდებარე სამხედრო მუზეუმი იქ იცი როგორ იყო აბჯარი მაგ გასაკეთებელი თავიდან მომდერ რკინისკაცი ის თვითონ დამიყვეს 4 ნაწილად გაყვეს ჯერ მუზარადი უნდა გავაკეთო კომისია მოვიდეს თქვას კარგია შემდეგ კერდის ზურგის და ყელის აბჯარი ეს მეორე კონტრაქტი ამას რო ამბობს კომისია კარგია შემდეგ ხელის აბჯრები თავის ხელთათმანებით ეს მესამე და შემდეგ ფეხის აბჯრები მაგრამ მუზარაძე რო დამირწყეს ბეჭედი რო კარგია მე უკვე ის დანარჩენები ეს წავიდა მაგრამ ხელის მოწერები რაღაც აი სახელმწიფოსთან როცა გაქვს ურთიერთობა სამთავრობო დაკვეთები ბევრი მაგ გაკეთებული თავიდან ჰოლანდიაში სამთავრობო დაკვეთებზე ვიყავი და იქ ხელშეკრულებაში არის გაწერილი მაგრამ ზოგ რაღაცაზე იცვლება იცი მაგალითად რაღაცის გაკეთება არ გამოვიდა ბავშვის აბჯარს ვაკეთებდი და ისი არ გამოვიდა მოქროების ამბავზე იყო საუბარი და არსებობს ბავშვის აბჯარი რა ხო როგორ არა ეხა კნიაზი რო ხარ და თავადი და შენი შვილი რო ყავს და ის უნდა გახდეს მერე რაინდი ის ბავშვობიდან აჩვევდნენ იმას, რომ ის აბჯარი ქონოდა და ის პატარა აბჯარს უკეთებდნენ. იქ რაღაც მომენტი ვერ გამოვიდა რა და კონტრაქტში როგორც ეწერა, ისე ვერ გამოვიდა, მაგრამ პრობლემოთ სიტყვიერად არაუშავსო. ძირითადად იმაილით, რომ რაღაც გადახრები შეიძლება ეხა იქ ადამიანური დამოკიდებულებაა რა, რაც ეხა შენსაც თავაზობ წინასწარ ყველაფერს ხო ვერ გათვლი. როდესაც რესტავრაცია და პატარა პროექტია და როდესაც ახლა აკეთებ ერთი წელი მუშაობ ნივთზე, იქ რაღაც გადახრები მოსულა. თავარია შედეგი იყოს მაგარი რა. ყველაზე უცნაურა გაკეთები ამ ხანჯალზე არ ვშეხით, რომ ეს ხანჯალიც ჩემთვის ძალიან უცნაურია რა. აი ყველაზე უცნაური, აი რა ქონი ისეთი რომ ყველაზე რო გითხრა ახლა რა ვიცი რა იყო გათხოვა ამის კოტანი ხო იყო არა რაინდები რომ მიდიოდნენ შორს ლაშქრობაში თავის ცოლებს უკეთებდნენ ესეთ შე გაგონილებოდა მართლა მაგ გაკეთებული ორი ცალი როგორია თიმიხარი აუ ჩემ ვებსაიტზე დევს რა თუ ნახავ იქ არის ესეთი ამია ორი ნახრეთი აქ ერთი იმის მეორე იმის თან ეკლები აქ ეს თავდასხმელო და აზიანოს ორივეს ეკლებიან ეს გასაღები მიქონდა ალბათ ხო բայց ახალი გააკეთებს რაღაცა რესტავრაცია არა ფოტოების მიხედვით გავაკეთე ერთი ის იყო მუზეუმი იყო დონ კიხოტი ესე ქვია ბელგიაში რომელიც აგროვებდა ეს კაცი ჩაფანატებული იყო ინკვიზიციაზე აი საწამებელი არაღებზე ბორკილებზე რაღაც აი არ შემდგარი სადისტი ხო და აი ეგეთ დაკვეთებს მაძლევდა რა ორი ცალი გავუკეთე ხო თან შიგნით ბარხად გამოკრული რომ ეს რაღაც ხო არ შეწუხდეს ქალბატონი თუ რაღაც ხო და აბა რომ კითხე გიპასუხე ხო არა აი ძალიან მაგრამ არ ვიცი მე მეგონა რომ არ არსებობდა ჩემ ეხლა აქ არა მაქვს ფოტოები ჰოლანდიაში რო ჩავალთ ვინდა გამოგიგზავნე მაგრამ ჩემ საიტზეც უნდა იყოს ამოვანათებ აი ეხლა ხო ვლაპარაკობთ აი შუაში ამოვანათებ მაგას შენი გაკეთებულია ხო მაგრამ მაგით დროშასავით არ ვაფრიალებ რომ კითხე ხო უცბად მომივიდა არა ხო ძალიან საინტერესოა ეხლა რომელიღაცა ერის ის იყო რა ქვია კულტურა იყო ხო ალბათ კი არა ნუ რა ვიცი მოდებული იყო შეიძლება ცოტა სიმბოლურიც იყო არ ვიცი რა არა არსებობდა ეგეთი რაღაცა ის ადამიანს რო ჩაეცვა როგორ იყო მითი ცხოვრება არ ვიცი ხა არ გამიზომია რა ვიცი არა რო აი რაღაცა არა ისე ვაკეთებ რა სადღაც ხო უნდა მოვაზომო ხო რაღაცა სულთა მოდი აღარ გავაგრძელო ეგ ძალიან მაგარი სახარისო აუ ეხლა ხო იცი არაფერი და რა უნდა თქვა ჩიბუხიან ეგეთი რამე თუ მოუტანიათ ჩიბუხი ელებული ჩიბუხი ან რაღაცა ეს ყალიონები რო იყო რაღაცა ო სტანის ჩიბუხი არა ჩიბუხი არ ქონია ჩიბუხთან შეხება ან რაღაცა აზიური რაღაცა რა ვიცი აი მაგ პასუხები, მაგრამ უცბად არ ამოდის რა. მქონია რაღაც ბევრი რაღაც ისეთი უნიკალური რაღაც კურიოზული
ყველაზე უნიკალური რა გაიკეთებია. აი ისეთი რომ უკვე ხელის მოკიდებაც რო შეგეშინდა რაღაც ისეთი. აი ვიღაცის ისეთის არჩე ნაპოლეონის ხმალი მაგალითად ან რაღაც. კი, მქონია. ხმალი გავაკეთე, შვეიცარიელს გავუკეთე, ახალი თავიდან ბოლომდე ზაქროსთან ერთად ვიმუშავე. ისეთი ფხა ქონდა, რომ აი შეგეშინდებოდა ხელი, მეშინოდა რა. რაღაც ძალიან პირი ქონდა ფხაზე. პირი, კი, თან მთხოვა, რომ გალესილი უნდა იყოს რაღაც ბრიტვა. თან ბულატი იცი როგორია? ბულატი ხეს ვერ გაჭრი იმით. კი გაჭრი ახლა, მაგრამ ხორცი არის გათვლილი, ხერხი არის რა, ოღონდ ძალიან წვრილი ხერხია. ძველ ნამგლებს რო ქონდა პირი აწყობილი. ოღონდ მიკროსკოპში თუ დაინახავ იმ ხერხს. პირი ზაქრომ გააკეთა? პირი ფოლადი გააკეთა ზაქრომ და მე ამუშავება გავაკეთე. და მთლიანი პირი ხმლის ეგეთი აწყობილი ფხა გაუკეთეთ? ეგ რკინაზე მოხვედრისას არ აზიანდება? როგორ აზიანდება, ყველაფერი ზიანდება, მაგრამ თვითონ აი ნივთი როიდო იმას ხელს რო კიდებდი, ან ხელთათმანით უნდა მომეკიდა, ან კიდე ძალიან რაღაც აი ესე. იმდენად ნაზი და სათუთი რაღაც ისეთი. არა, ბასრი დაგაზიანებდა რა. აი ხელის მიდება. აი წარმოიდგინე გეტყვი, ხმალი რო აი ესე დაგედო ხელზე ძულებამდე ჩაგივიდოდა. რაი. თავისი სიმძიმით, აი ესეც მოდის ახლა უკვე. მაგრამ ეს არ არის, ეს იმდენად ბასრი არ არის. თავი როგორ გალის? ბიჭო, რა ვიცი, ის ფოლადი იყო რაღაც საოცარი. რაც მოიტანეს? თან ესეთი ლესვა ქონდა, ლინზა. აი ფერდები როა ესა. ხო, ცოტა, მაგრამ რაღაც საოცარი ერთ-ერთი აი რომეუნების შეგეშინდაო ეგ იყო რა. სხვა ახლა სხვა ვიღაცა ცნობილი ადამიანის ნივთი თუ ქონია. სულ ძირითადად აი ძალიან ისეთი არის გენრიხ დიდის მაგალითად. კი ბატონო, მქონდა ნაპოლეონის მოადგილის ალექსანდრე დე ბუფიერ იმის ჩანთა. ეს იყო ნაპოლეონის მეორე ადამიანი საფრანგეთში, იმის ჩანთის რესტავრაციაზე გასაღები იყო ჩატეხილი საკეთში. იმის ამის ჩანთა იყო? ტყავის აი უძურფასესი რაღაც დოკუმენტების ჩანთა იყო, გენშტაბის უფროსი იყო რა ნაპოლეონის. მაგის გარეშე არაფერი არ იყო და იქ რა დოკუმენტები იქნებოდა ნადების ხოლმე. ნაპოლეონის ხელმოწე. წვანე ჩანთა იყო, ეწერა იმის სახელი, ოქროს ასოები და იმის ეგ იყო მარშალების ხმლები, აი მიურატი თუ იცი. კი, როგორ არის? მიურატის ნივთები, მაგის ხმალი, მართლა? მე ნაპოლეონის შეიძლება არა ვარ, მაგრამ ნაპოლეონის ვიცი, აი ბავშვობაში პირველი ბრძოლა ქვებით რო ჩაატარა აიაჩიოში, აი ბოლო ბრძოლით დამთავრებული და ნაპოლეონის ბევრი გენერლის ხმალი მაგ რესტავრირებული. ერთ-ერთი იყო დევუ თუ იცი. დევუ, კი. კი, მაგის ხმალი. დეუს ხმალი. კიდევ აი მამლუქების ხმალი, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მამლუქის და რაღაც ესეთი რა. იცით როგორი პროფესიაა ეგ რესტავრაცია, კლიენტები გთხოვენ რომ არ გამოამზეურო. ვერ ვდებ, ვერც ვაჩვენებ, ვერაფერი კონფიდენციალურია. ხო, ვის ხელშია? კი. პიკასოს მოვიდა ახლა მირეკავს რა ბელგიიდან, ერთი ბრიუსელიდან, რომ რაღაც მინდა გაჩვენო თუ შეძლებთო და რაღაცა და მეორე დღეს მოდის. მოაქვს რაღაც მავთულებისგან გაკეთებული ნივთი. და ესო ჩემშვილმა ბურთი ესე დაზიანდაო რა შემთხვევითო და ერთი პლასკაგუცის გადაწევა უნდოდა რა და ეს პლასკაგუცი ხეში რო აუ ძალიან გთხოვო იმასო დაახვიეო ისო რომ აჭერი რა და ხო და აი მეთქი და ესო იცი ვისი არის არა პიკასო მე ხა პიკასო ხო მეთქი ფოტოს გადაღება არა რა ხო ბევრი მალავს რომ არავით არის ფოტო ერთ-ერთი რამდენი გადაგიხადო და არაფერი მეთქი რა ახლა ერთი პლასკაგუცის გადაწევა და 100 евро კონვერტ ჩადებული ქონდა გამზადა იცოდა რა თვითონაც უბრალოდ მე ხელი ვერ ვახლეო უბრალოდ ხელი მოგიდე გადაწევა ეგ რო გამომზეურდესო სადმეო რო ეგ რესტავრირებულია რაღაც ფასი დააკდებაო რაღაც ანუ იქე კულტურა განვითარებული ხა ჩვენთან შეიძლება ტიპს ისეთი რამე ედოს არც იცოდეს სადღაც რა ეგეთებიც ყოფილა ხმალი მომიტანეს ჭოლაური სწორი აი ეს ლეკური ჭოლაური რა სწორი და სამღარიანი ვერცხლის ტარით
და გაწმენდა 1000 ევროთ ჰქონდა ნაყიდი ამ კაცს. და ეს რო გავწმინდე, გამოჩნდა ძალიან თხლად მოწამლა, ხო იცი, მოწამლით რო აწერია. ერთხელ აწერია უმრიზლაძე ятруки моей. Русულად. მეორე მხარეს აწერია собственность его императорского величества конвоя Санкт-Петербург 1772 წელი, შეიძლება 74 რა, მაგრამ ეს ხმალი რო გავწმინდე და ეს წარწერა გამოჩნდა, გაიყიდა 34,000 ევროთ. ეს აუქციონზე გავიდა, ჩემი ეს იტალიაში არის აუქციონი. 1000 ევროთ ნაყიდი ხმალი. და ერთ რუსს შესთავაზა, სანამ აუქციონზე გაიტანდა 14,000 და იმ რუსმა უარი უთხრა, ну რაღაც. იგივე რუსმა იყიდა 34,000 აუქციონზე. ну ეს კურიოზებიც ხდება ხოლმე რა, ხა იმას რო არ იცოდა იმან რა ეწერა, რო გაიწმინდა გამოჩნდა. ხო რა, იმ პატინის ქვეშ რაღაცა. ვერ ყოფილა კიდე რაღაც ეგეთი რაღაცები გაწმინდა, გენერლის სახელი აწერია რაღაცა და ხელმოწერა აქ ან რაღაცა შიგნით ძალიან ისეთი. ძალიან საინტერესოა, თვითონ ეგეთ ნივთებთან შეხება. იცი რა ძვირფასი ნივთებია ზოგჯერ რაღაცა, ეხლა მამლუქის ხმალი მაქვს ხანჯალი. ნაპოლეონმა რომ ეგვიპტე დაიპყრო, მოიგო რა იქ ომი. იმას აჩუქეს გონი ერთი ნაპოლეონის. ერთი აჩუქეს რუსტამ რიზა, კი ბატონო, ეს პირადი მცველი იყო. ხო იცი ერთ სომეხი მეგობარი მყავს, სადაც მე ცხოვრობ, ჰაიკა ქვია. და ჰაიკა ჯანო ეუნები, იცი მეთქი, ნაპოლეონა წელახრანი წელ არმინინის თბილისიო. ეუნები და წარბი არ შეიხარა. Чем это удивительно, сам Наполеон армянин был. Вообще геноцид, курасам. Нельсон იხადე დას გეფიცები. ხო, ну რავი, იმ ნაპოლეონმა შექმნა გვარდია, 300 კაციანი მოეწონა რა მამლუქები. ახლა ის იყო რა, ბებძოლი ხალხი იყო. ხო და ჩამოაყალიბა ბატალიონ გვარდია, თავისი პირადი დაცვა, 300 კაციანი, რომელსაც ჩააცვა ის არაბულ ცხენებზე დასვა და სპეციალური ფორმები და ემათი ხანჯლები და აქ ჩოული არ არის. ეხლა მიდევს არასტავრაციოდ ის ხანჯალი, რომლის დეტალიც საქართველოს ჩამოვიტანე ეხლა, იმიტომ რომ იქ ჩამოსხმა ღირს ძალიან ძვირი და აქ საჩუქარია. ეხვასი ხო? ხო, ჩამოვასხი უკვე აქ იქეთ ამ ოთახში მიდევს. ძალიან მაგარია რა და თეთრი შურით ამ შულს უბრალოდ ეგეთ ნივთებთან შეხების საშუალო ხა დეოს ხმალი დევუ. ხო, დევოს ხმალი მაგარია და კიდე რა ვიცი. ევროპაში ძალიან ბევრია მგონი გაფანტული. ნეი იცი? როგორ არ ვიცი. მარშალი ნეი. კი, მაგის ერთ-ერთი მარშალი იყო. გრუში წავდა, მაგრამ გრუშმა დაიგვიანა, აი ბოლო ბრძოლის დროს, ვატერლოოს დროს და რომოსული იყო თავის დროზე გრუში. ნეი შეძახდა. რაღაც სენი ქონდა რა. მე მაგათ ყველა მოღალატეს. ნეი მოღალატა, მაგრამ მე ისევ დაუბრუნდა და მიურაც უარი უთხრა. 100 დღიანი დაბრუნება რო ქონდა, მეორედ რომ მოტრიალდა. აი მე უღალატეს. ანუ მე იქ იყო ლაპარაკები, რომ თვითონ ესენს დაიღარნენ რა. ეს გაუთავებული ომი იყო, რაც იყო ნაპოლეონი იყო დაუსრულებელი ომი. ანუ არ რჩებდებოდა ომი რა, მაგან შეიწირა მგონი საფრანგეთის კაცების 75% ამ ომებმა. მაგარი საქმეები გააკეთა, მაგრამ რო შეხედოთ საერთო იმითი მაპატიონ ვისაც ნაპოლეონი უყვარს, კაცი ჭამია იყო რა. ამოდენა ხალხი, მთელი ევროპა სისხლში აბანავა. გინ პრუსია, გინ მთელი ერები. აი დაუსრულებელი ომი მიდიოდა რა და ომის კაცი იყო. ხო ეს ფილმი არის ისეთი, ფანჯარასთან დგას და იყურება გარეთ. და აქედან დერეფანში გენერლები მიდიან, მარშლები. ეს ნაბიჯების ხმა და შევიდნენ და ეს დგას ესე და იყურება. მე ეუნებიან რომ უნდა გადადგეო და მე კი გადავდგები, მაგრამ ამ ორდენებს რას უზავთ თქვენო მე რომ მოგანიჭეთო. უართ ვიტყვი. ძალიან მაგარი ისეთი კაცი იყო რა ვიცი. იმპერატორი რო გახდა. ერთმა დაწერა გონი მოლიერმა, აღარ მახსოვს რომ რა დაცემაო იყო ნაპოლეონი და გახდა იმპერატორი. ჩაოლებრივი იმპერატორი. რაღაც ფუშე ხო იცი? კი, ჟოზეფ ფუშე. მაგის ისა ბატონო ზურაბ ძალიან გამეხარდა რომ ეს ეპოქა ესე კარგად მაინტერესებს. საერთოდ სამხედრო საქმე მაინტერესებს. მე რაღაცა ომების განხილვის ჩაწერაც კი დავიწყე. აი დავიწყე სალამინის ბრძოლიდან
მე გარგამელი ბრძოლა 2 უკვე ჩავწერე. და რა გავგამელა ჩაწერე? კი, მიდიას. ესე რო ესროდნენ ქვებს. გავგამელი ბრძოლის სამხედრო შეცდომების ჩაწერა დავიწყე, ანუ ბრძოლაში თავარი არ ვიღაცა ხულიგნები ყავდა რა, რომ ქვები დაუშინეს თუ რაღაც ეგეთი. კი. მე ისო გაიქცა მე უკვე აირიმე. მეფე გაიქცა, როგორ დენი ეგრე ვცელდება ჯარში, რომ მეფე გაიქცა. სულ რომ მაგრა იდგე და მეფე გაიქცა, სული დავარდა და მორჩა. ნაპოლეონმა რა გააკეთა, არკოლის ხიდზე ვერ გადადიოდნენ, პირდაპირ შრაპნელს უთყავდნენ და თვითონ გადაირბინა. 4 ადიუტანტი მოუგრეს, 4 ადიუტანტი. არა ღმერთმა ესე ხელი დააფარა რა. და ხიდზე გადაირბინა. შეიძლება არც ესროლეს. ვატერლოზე ექიმი რო იყო ფრანგების ცნობილი ქირურგი იყო რა. ინგლისელები იმან რა ერქვა ინგლისის იმან ბრძანება გასარო იმას არ ესროლოთ. ექიმი იყო რა. ვატერლოზე ხომ არა არკოლის ხიდზე. მაშინ ჯერ არ იყო იმპერატორი. მაშინ უბრალოდ გენერალი იყო. და აი შეტევის დროს აიღო დროშა და გაიქცა და ხიდზე გადაირბინა. და ეხლა როგორია გენერალი წიგაბდა შენახადა და იმიტომ აღიარეს მე. ყველა თან მაგარი ფენომენალური მეხსიერება ქონდა. ყველა ჯარისკაცის სახელი და გვარი მიდიოდა პირდაპირ ეუბნებოდა. ჟაკ როგორ ზარბაზნებს, ქვემეხებს სახელები ქონდა და გოგოების სახელები ერქვათ. სუპერ არტილერისტი იყო. სუპერ არტილერისტი იყო. მეფეს ჩემი საყვარელი გოგონებიო რა ესე ეძახოდა თავის თავი რომ მოაჭრეს მეფეს საფრანგეთის მეფე სიკვდილს ხო დასაჯეს. მაშინ ნაპოლეონი არის ახალგაზრდა ლეიტენანტი ამას უყურებს და იქეთის მოგუნება რომ ეს მეფე იქიდან იყურება სასწრაფოდ ხალხი აქ ბუნტავს და ნაპოლეონმა გაუცებულმა თქვა რომ როგორ აბელი ზარბაზნები გაქო და აბათ აბუტავებო ვერ წარმოედგინა რომ ესენი უცებარ მიხოცა. ეგ ცოტა ისეთი კაცი იყო რა. მაგას მემუარები რო არ დაეწერა შეიძლება ვერიც არაფერი. აი ეს ნაპოლეონზე იმდენს აქ დაწერილი უკვე. თვითონ რო არაფერი. არა თვითონ დაწერა. აბა დროის მეტი რა ქონდა კუნძულზე რო იჯდა. ხო იცი სანამ საფრანგეთში გადმოასვენებდნენ რაღაც 15 წელი თუ რაღაცა საპატიო ინგლისელი ჯარისკაცი თუ ორი ჯარისკაცი იდგა იმის საფლავზე და საპატიო ის იყო. საპატიოდან არაულობდნენ კიდევ. არაულობდნენ. იქ რაღაც არ მისულიყო და კულტის ის არ გამختارიყო. სხვათა შორის რო ამოთხარეს მე რო წამოიღეს ორკუბოში ახალი იყო ხო და რო ახადეს სახე იყო უხრწრელიო და ეს შინელი რაც ერქვა იმპერატორიც რო იყო პოლკოვნიკის იმით დადიოდა შინელით მუნდირით არც გენერლის არ ჩაუწვევი. მაგრამ შეატრიალა ეს ქუდი ხო იცი? ესე ეხურა ქუდები და ამან ადგა და ესე შეატრიალა ესე. ინგლისელების ჯინაზე ეკეთებდა ყველაფერს. მეტრული სისტემა მაგარ მოიგონა, კილოები და ისინი მაგარ მოიგონა, კილომეტრები მაგარ მოიგონა. შრომის წიგნაკი მოიგონა, ცხენზე იჯდა ტიპი და ცხენზე მთელი ევროპა მოძრაობის წესები. ინგლისელები დადიან სწორედ. ჩვენ ბერლინგო თეთრი ცხენი. მაგარი კაცი იყო. და ეხლა მაგნერი კაცის ან ნივთი, ან მაგ ეპოქის ჯერ მარტო მაგ ეპოქის არაბა ჩვენთან ისეთი ხმლების მოდის რომ აი ძალიან ძველი ყველა ძველი ყოფილა. ძალიან ძველი არქეოლოგია ჩემთან არ მოდის, იმიტომ რომ ეს არქეოლოგია მიწაში ნაპოვნი რაღაცებზე არ მუშაობ მაგაზე. ძველი მოდის მე-14-მე-15 საუკუნე ეს რაინდების ხმლები ძირითადად გაწმენდაზე მოდის, იმიტომ რომ ეგ მართლა ძველი. ძირითადად ნაპოლეონი არის ყველაზე ესეთი მუშა, როგორ გითხრა, მოთხოვნადი. იმიტომ რომ ცნობადია. იმიტომ რომ აი თუნდაც ფასებში ანტიკვარიატის ვაზრობაზე მოდის ეს ფასები ნაპოლეონის ეპოქაში. ესე და დამთავრდა ნაპოლეონი და ისევ ესე. ეს ეპოქა არის ნაპოლეონის ეპოქა რაღაც საოცრად აი ძვირფასი ცნობადიც არის ახლა ორი ქართველი იმ კაცზე ვლაპარაკობთ რატო ვიცით? რატო? საიდან ვიცით ის ამდენი? ამის მარშალის სახელები საიდან ვიცით? არა უშველებელი გავლენა მოახდინა მთელ ევროპაზე, მთელი ქვეყნის. კაი, მაშინ აბა ნაპოლეონზე კი ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ მოგვიტევენ, ვისაც არ აინტერესებს, ალბათ პირველი 10 წუთი შეიძლება გათიშავდა, მაგრამ ვისაც აინტერესებს? კი. აი ეგრეა შემოკარგებო ჩვენო ავიცი. ვისაც CV არა გიყვართ გოჩა ლაღიძის სახელი ალბათ სუყურას გაიგონთ. თუ ვერ გაიგონეთ, ეხლა გაიგეთ. დაგაინტერესებათ ეხლა კაც თავი-თავზე ელაპარაკებს და მეც არ მოდგები ჩაპანტყორესავთ. ინტერნეტში დაკრიფეთ. დოკუმენტური ფილმებიც არის
და კიდე ერთი რამ მინდა თქვა, შენი ჩამოსვლა საქართველოში არის ხოლმე მოვლენა. ყოჩა ჩამოვიდა. ოღონდ მართლა რა. ბატონო ზურა, თქვენ ჩემ ცხოვრებაში ხართ შემოსული პირველივე ნახვიდან, რო არ გიცნობდით პირადად, ისე მომეწონა ეს ქუჩის ბრძოლები იქ უნიტაზში, რო წყალია, ისიც ის ყოფილა, კაცო. ეს რაღაცები ის როგორ იმასვე, აი როგორც ცილობ რო საჭირო. წეში გადარჩენები რაღაც ესეთი და დაინტერესდი ძალიან, მაგრამ მე არ ვიცი პირველად მოგწერე თუ როგორ. ხო, მომწერე. და მომწერე რაღაცა და აი ვიღაცამ წეს ჰოლანდიიდან და საზოგადოებრივ ქართული მაინც და მაინც ბევრი არაკეთილ ინდუსტრიის საქმე, ბევრი შრომობს. ერთი ვიღაცა რა და ერთხელ მე რაღაცა ესე გაგიცი პასუხი და მე ხმალი რო გამომიგზავნე. ხმალზე გიცადი, მე ის არის. არა, ეს იყო. რუსავი უნდა მქონდა რაღაცა გადაცემა და სახეზე კი ვერ გიცე, ხმალი ვიცადი და მეთქი რომ ვიტყარ, შენ რას აკეთებ? ხმლებს ვაკეთებ. და ხმლებს როგორ აკეთებ? ჰოლანდიაში ვერ წარმოვიდგინე და აუ არ ვიცი ყველაფერს დიდი მადლობა ეს შევრონები სუზურასგან მაქვს მართლა აი როგორც წესი და რიგია ისე არის ყველა კი ბატონო მერტმა დაიფაროს რამე იყოს კი ფორმაში ვიგე სანაპირში სული გვითქა და მე რომ მოკვდებით რავი აგი ლომებს ავდით მაგიზე და ვატირი ესენი არიგები ხელში ხმალ საჭრეთელს რა გამოხორში რომ რა გინდა ბოლო გახდა პილოტი სამი ვარიანტია პილოტი გიტარისტი ან ფეხბურთელი გიტარისტი პილოტი არ შეიძლება იყო ყველაზე მაგარი მეზღაპრიცი ვინ იყო ფრანგი იყო მაგარი როგორ ერთ-ერთი ძალიან მაგარი იყო სენტ-ეგზუპერი ეგრე იყო ფრინავი იყო და თან ზღაპრებს წერდა პატარა პრინცი დაწერა მე წაგიკითხავ მაგას ამ შენობა ხო წაგითხავ და პატარა პრინცი არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი აი გზამკვლევი რაღაცა როცა პრინცი ელაპარაკება მელა ელაპარაკება პრინცს მელა ეუბნება რომ მეო გარეული ცხოველიო და შენო მეო მიმიჩვიო და ვისაც მიიჩვი იმაზე პასუხი უნდა აგო ეგ იცოდეო ეგ პასუხისგებლობაც არისო შენიო და მაშინ ვიყავი ამხელა რომ წავიკითხე და თლათ ვერ მივხვდი რა შეეუბნებოდა მაგრამ იმას მივხვდი რომ კატის კუნძ რო აიყვან იმას ბოლომდე პასუხისგებლობა შენზე გადმოდის და აი მეგზუპერიდან ქართული ზღაპრებიდან სასაკვირველი მაგრამ აი ეგ ფანტასტიკური ზღაპარი ზაღლი მყავს ჰოლანდიაში თბილისიდან წავიყვანა დაჩიქვია ამერიკული კოკერსპანიელია გეუბნები ერთი 15000 евро უკვე იმის ჯანმრთელობის ამბებში წავიდა ული როგორც ალერგია აქვს რაღაცა ვერ დავადგინეთ რა ანტიბიოტიკები მორჩება მე ყურის ანთება მე თვალის ანთება მე მოვარჩენთ მე 2 თვის მერე ისევ დაიწყებს და აი ესე უკვე 9 წელია ამ ჩაოლებრი ოჯახის წევრია მაგრამ არა მაქვს არავითარი რაღაც აი ვერთმა კიდე ორი მაგარი ის არის რა რაღაც საოცარი რამეა რა შენი ოჯახის თვალები აქვს ადამიანის ეს ამყავდა ძაღლი მომკვდა და ისე განვიცადე რომ მეთქი ძაღლი აღარ მეყოლება მეთქი ისე იმოქმედა რა და იმის შემდეგ აკვარიუმი მაქვს რა და თევზებს ისე ვერ ეჩვენ სამხედრო ისა წოდება აქვს ჩემს ახს ლეიტენანტია ხო ეხლა არის ეგ როგორ მოხდა კაპიტანია უკვე როგორ კაპიტანი როგორ მოხდა და ეს ძაღლი მე რა ვიცი მე სამხედრო რო არ რაღაცნაირად პირველი წოდება დავწერე რაღაც სერტიფიკატი გავაკეთე და მე თვითონ მივანიჭე და ჩემ ერთ-ერთი მეგობარი არის ნიდერლანდების სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი და ეს რო ნახა ისე მოეწონა არ გინდაო სამხედრო პოლიციაში მივიღოთო მე ვთქვა როგორ არ მინდა მეთქი და იმის მერე ეს პოლკოვნიკი ანიჭებს რეგულარულად წოდებას უმაღლებს მინისტრის სახელით როგორც წესი და რიგია და მიგზავნის ამ ოფიციალურ წერილს ბეჭდებით კონიკლიკე მარიშუზე სამეფო მარიშუზე არის ჟანდარმერია სამხედრო პოლიცია რა და მომდის ეს სერტიფიკატი როგორც წესი და რიგია ძაღლების წესის იმის და იმის მიენიჭა სერჟანტ დუჩ თავიდან დავიწყეთ იქ სხვა სახელებია ვახტმეისტერ ქვია სერჟანტი არ არის ვახტმეისტერ პირველი კლასის მეორე კლასის მერე ლეიტენანტ ერste კლასი და ახლა არის კაპიტანი ჩემი დარჩი კი მივიდა ახლა მაიორი გახდება მალე და იმსახურებს რომ მეკითხება ჯერ აუცილებლად გითხავს არისო ბრავი ესე იგი ყოჩაღიო
ხო არის მეთქი და მოდის ეს პაგონი მოდის კიდე 2 ცალი. სამხრები დავიცვა. რომ თავის საყელურზე გავუკეთოთ. ხო და ერთი გენერალი მყავს ჩემ მეგობარია ეგეც სამორსკლოვიანი გენერალი ხო ნიდერლანდელი ხა თადარიქში არის სულ ხნის წინ გავიდა თადარიქში ავიაციის გენერალია და კოლეგა ყოფილა ჩემ ხო ამაზე გიждდება ეს ძაღლი ისაო შენზე მეტი ზვანია ხო ამაზე თანაშენე ხო წოდება ხო და ეს მასშტაბი ხუმრობა რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა იუმორია კარგი ის არის რა დადებითი ღიმილს იწვევს თან ამ სერტიფიკატებს ჩარჩოში ვსვავ და კედელზე ვკრავ ეხლა ყველა არა მაქვს ბოლო და სტუმარი რომ მოდის კლიენტი ძახს რომ ნახავს ეხლა სახში შემოდის აი მეთქი ეს ჩემი სერტიფიკატი ოფიციალური რა იქ ჰოლანდიის სამეფო ჯარის კაპიტანი მაიორი გახდება მალე მაიორი გახდება ხელფას ხო არ იღებს არა ხელფას არ იღებს არა და ერთხელ ვყავდა აეროპორტში ვარ და თოკით ვყავს ახლა აეროპორტში ისე გვერდზე ვერ გაიყოლებ და ესეთი ისა მაქვს ძალიან ძვირფასი ისენი მიყვარს რომ ძაღლს კონდეს ყველაზე კარგი ხარისხის საკუთრებული კი და იქ მაქვს ეს პაგონი გაყრილი და ჩანს და ეს სამხედრო პოლიცია არის საზღვარს იცავს და იქ რაღაც ჯგუფი დგას და შეხედეს და ეს პაგონი დაინახეს ხო და აი ესე მთელი თვალები ამ ჯგუფის ამოვიდა. ძალიან ხუმრობთ რა ვიცი. არა, საერთოდ ცხოველები ძალიან მიყვარს რა. შინაურიც, გარეულიც და ბრაკონიერების მაგარი მოწინააღმდეგე, თუმცა ნადირობაც მიყვარს. აი. მოდი ამით დავამთავროთ. დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ. გვიანი ღამეა ახლა თბილისში. რასაუბრობთ ჩემთვის ბატონი დავითი კი წამე ბატონო და ჩემთვის საინტერესო იყო. ნაპოლეონი არ ამგონი ახლა შენ კარგად გაგიგო, მაგრამ ერთი ტიპი იყო რა. მაგანში აი კაია. 10 წლის ბავშვი რომ ამდენი ხანი დაგიჯდება და მოგისმენს. ეგო ჩემთვის არის ძალიან მაგარი. ეს ზილობის ამბავიც არის და თუ გაინტერესებს ხომ თქვა უკეთესი. ჰა? ამით დავამთავროთ ჩვენი ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის საოცარი რაღაცა აი ესა აი რეკავს არა ზარები აი ზაღეს კეპლასავით ქარია რა ჩემო ვარტყა დიდ მადლობას მოგახსენებ და რავი რო ჩამოხორხმე საქართველოში ტყეში იქნება თუ მდინარეზე იქნება თუ სახში იქნება დავსვით ვილაპარაკო და თქვენს თუ დაგაინტერესებთ რა მოგზე თქვენი აზრი დაწერეთ თუ ვიღაცა ბოღმით აღარ ცავსე ბოღმა განიგდეთ გულიდან ჩემთვის ეგ იქნება რა იცი რა მარგარეტ თეტჩერმა თქვა ადამიანმა წყალზე ფეხით რო გაიაროს მაინც გამოჩნდება ვიღაცა რო იტყვისო ცურო არ წოდნი ამას მარგარეტა მაგარი ხალი იყო დაიღუპა საწყალი მაგრამ ჭკვიანი ხალი ამითი გამოგეშვით პატივცემულებო კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე უნიკალური ვიდეო გაგზავნებოდეთ